ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკავებული პირების ბედი კვლავ გაურკვეველია. ზურაბ მეკარიშვილი და ვასილ კობახიძე ცხინვალის ციხეში კვლავ პატიმრობაში რჩებიან. რუსმა სამხედროებმა კი ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულ ხლართები გააბეს. რასყობიან ადგილობრივები და როდის გათავისუფლებიან რუსის სამხედროების ტყვეობაში მყოფი ქართველები. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ზურაბ მეკარიშვილი და ვასილ კობახიძე უკვე 5 თვეა ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელდვანის მკვიდრები რუსმა სამხედროებმა 28 აგვისტოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის სასამართლომ კობახიძეს 3, ხოლო მეკარიშვილს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 28 აგვისტო იყო, ნასიმები იყვნენ. და რავი, სად და როგორ დააკავეს და რა ადგილზე დააკავეს, ზუსტად არ ვიცი. გავიგეთ მე რომ დაიჭირეს, სადაც ცხინვალში არიან. კობახიძე ცხინვალის ციხეში მეორედ მოხვდა. 2011 წლის მარტში დაკავებულმა კობახიძემ ცხინვალში 9 თვე გაატარა და ოსმა ძალოვნებმა ეგრეთ წოდებული ამნისტიით საახალწლოდ გაათავისუფლეს. 2012 წლის აგვისტოში კი ანალოგიური ბრალდებით ისევ რუსის სამხედროების ტყვეობაში აღმოჩნდა. ვასილ კობახიძის მამა იმედოვნებს, რომ მიშულს ოსი ძალოვნები ან იანვრის ბოლოს, ან მარტში გაათავისუფლებენ. დაიჭირეს სადა ოსებში კი არა. ჩვენ ტერიტორია ისუ ახლოში. ჩვენ ამის სიდის ახლოში. დიმიშიკ და კიდე მე მაგნაკეთ. ნასმევი ყოფილან დაუჭერია და გაძოვანებია ჩემი. მაგრამ უცემიათ რომ აი ერთისა და მეორეც. ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა სამხედროებმა მავთულ ხლართები გააბეს. დევნილები ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის დემარკაციამ ბევრ მოსახლეს პრობლემა შეუქმნა, რადგან სახნა სათესი მიწის ნაწილი ოკუპირებულ მხარეს მოხვდა. ეგ რუსები რო იდნენ პირველად რო შემოვედით ჩვენ, ხო აქ სოფელი დაცლილი იყო. მაშინ რუსმა მოიღო რუკა, სულ მოხაზაი ზუსტად სად არის მაგათი ტერიტორია. ამ ხელა ბილიკი დატოვეს რომ გავიაროთ. მეტი ის გზაც იმათ თავიანთკენ დაიტოვეს. საზღვართან მაინც იშობენ, ვისაც ნაპირზე აქვთ ვენახები. ხო, და აქეთ ჩვეულებრივი ისანი. ნუ ცოტა გატირება, როგორც სოფელი გატირება. საზღვარია და ახლა არ მოხდით. უშლიან ახლო, საქონელსაც ვერ არეკავენ ახლა. დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, ბოლო 2 წელში დვანიდან რუსმა სამხედროებმა 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა გაუფრთხილებლობას იჩენს და ეგრეთ წოდებულ საზღვარს უმიზეზოდ არღვევს. ნაწილი კი ოსების ტყვეობაში საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის დროს აღმოჩნდნენ. სოფელ დვანში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. რუსი მისაზღვრეები ყოველ დღე დადიან თითქმის 11 საათზე და აკონტროლებენ საზღვარს. საზღვარი გადმოწეული აქვთ ჩვენ მხარეს, ერთი რამოდენიმე 300-400 მეტრით. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. არსებობს მოლაპარაკებები, სწორედ შიდა ქართლის პოლიციის სამმართველო მუშაობს სამმართველოებით. დაკავებულების საკითხს სოფელ ერგნეთში ორმხრივ შეხვედრაზე იხილავენ. 29 იანვარს ქართველები და ოსები მათ მიერ დაკავებულების გათავისუფლების შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.